ბრტყელი დედამიწის თეორია. ბრტყელი დედამიწის თეორიის მოყვარულებს იმასაც გეტყვით, რომ კიდევ უამრავი მეთოდით შეგიძლიათ გააქარწყლოთ თქვენი ეს ვარაუდი. პირველი, წადით ნავსადგურში. როდესაც გემი ჰორიზონტისკენ მისურავს, იგი არამხოლოდ უფრო და უფრო პატარავდება ჩვენი თვალისთვის, არამედ ჯერ მისი კორპუსი ინთქმება ზღვაში. ხოლო შემდგომ ანძა, პირიქით, როდესაც გემი უკან ბრუნდება, ჯერ ანძას ვხედავთ, შემდეგ კი კორპუსს. გემსა და ჰორიზონტზე ეს დაკვირვება იმდენად ცალსახა თვითმტკიცებულებაა, რომ 1891 წელს გამოცემულ ტექსტში სკეპტიკური ასტრონომია, რომელიც დედამიწის ბრტყელი ფორმის დამტკიცებას ცდილობს, მის უარსაყოფად მთელი თავია მიძღვნილი. ეს თავი ეყრდნობა ვარაუდს, რომ გემის თანმიმდევრული გაქრობა უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა, თუმცა ეს მტკიცება საღ აზრს არ ეფუძნება. მეორე, შეხედეთ ვარსკვლავებს. სხვადასხვა განედიდან სხვადასხვა თანავარსკვლავედი ჩანს. ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე ამას ჩვენი წელთაღრიცხვით 350 წელს მიხვდა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ დიდი დიპერი და სამხრეთის ჯვარია. დიდი დიპერი 7 ვარსკვლავისგან შემდგარი თანავარსკვლავედი, რომელიც გარეგნულად ჩამჩას გავს, ყოველთვის ჩანს ჩრდილოეთით 41 გრადუსის ან უფრო მაღალ განედებზე. სამხრეთით 25 გრადუსზე დაბლა, მას საერთოდ ვერ დაინახავთ. ხოლო ჩრდილოეთით ავსტრალიაში, ამ განედის ჩრდილოეთით, დიდი დიპერი ძლივს ჩანს ჰორიზონტს ზემოთ. ამავდროულად სამხრეთ ნახევარსფეროდან შეგვიძლია დავინახოთ სამხრეთის ჯვარი, 4 ვარსკვლავიანი თანავარსკვლავედი. ეს განსხვავებული ხედები ლოგიკაში ჯდება, თუ კი დედამიწას გლობუსად წარმოიდგენთ. ასე რომ იმის და მიხედვით სამხრეთით ხართ თუ ჩრდილოეთით, კოსმოსის განსხვავებულ ნაწილებს ხედავთ. არისტოტელემ ასევე განამტკიცა თავისი რწმენა მრგვალი დედამიწის შესახებ იმ დაკვირვებით, რომ მთვარის დაბნელების დროს დედამიწის ჩრდილი გამრუდებულია და ვინაიდან ეს მრუდე ფორმა მთვარის ყველა დაბნელების დროს ხვდება, იმის მიუხედავად რომ დედამიწა ბრუნავს, არისტოტელე მიხვდა რომ დედამიწა სფეროა. ამ მხრივ მზის დაბნელება ასევე ამყარებს აზრს, რომ დედამიწა სხვა პლანეტები და მთვარეები სფერული ობიექტებია. იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო და ბოლოს შეადარეთ ჩრდილები. ბრტყელი დედამიწის თეორია შესაძლებელია მარტივად და კვალიფიციურად გავაქარწყლოთ და ამაზე სპეკულაციაც დავასრულოთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მოსაზრების მქონეები უბრალოდ ერთობიან და მათთვის ამაზე საუბარი რაღაც ცხოვრებისეული თავშექცევაა. ყველა ლოგიკური, მეცნიერული თუ პრაქტიკული ახსნით, მათი ეს თეორია 100%-ით მცდარია. ასე რომ თუ სადმე ბრტყელი დედამიწის კონსპირაციული თეორიის მომხრე შეხვდებით, თხოვთ, მადლი მოისხათ და ეს ვიდეო გაუზიაროთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.